მოწესრიგებულია ჩვენი ქალაქი სისუფთავის მხრივ? ეხლა 100%-ით არსად არ იქნება, მაგრამ დღითი დღე რო უკეთესდება პირობები და მდგომარეობა, მაგას ყველა ხედავს. ასე პასუხობენ გორში თრიალეთის მიერ გამოკითხული მოქალაქეები ჩვენ მიერ დასმულ კითხვას, რა საჭიროებები აქვს და არის თუ არა გამართული გორის ინფრასტრუქტურა. მოქალაქეების აზრი არაერთგვაროვანია. ნაწილი ამბობს, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და დაცულია სისუფთავე, თუმცა ნაწილის აზრით გორს ბევრი საჭიროებები აქვს და სოფლის შიდა საუბნო გზები მოუწესრიგებელია. ძალიან მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურაც და სოფლებში მისასვლელი გზებიც და შიდა გზები კიდევ. აი კონკრეტულად ქალაქში რა არის? ანუ რა საჭიროებები აქვს ქალაქის ინფრასტრუქტურას? რა სჭირდება რომ მოწესრიგებული იყოს? აი ყველაფერი თითქმის. გავამაზდეს ქალაქი უფრო წყლები იყოს, ფონტანები იყოს, რა ვიცი, ყველაფერი. ალბათ გაკეთდება. ეს მოწესრიგებული. ნორმალურად არის ქალაქში, რა ვიცი, გარეუბნებშიც მოასფალტებულია, ნორმალურ მდგომარეობაშია. ჩვენი ქალაქი ძალიან გამოსწორდა, ლამაზდება. სუფთავდება, კარგად უბლიან, რაც საშუალება, მე მგონი არაფერს არ აკლებენ. და უფრო რა სჭირდება კიდევ რომ ან სისუფთავის მხრივ ან რა სჭირდება და აი რაც გაკეთებულია, ხალხი ძალიან უდიერად ექცევა, მიდიან თხრიან თავის ნებაზე, ვისაც აი ამას უნდა მიექციონ ყურადღება და თან სადაც რაღაცა დაზიანებებია, იმ სარემონტო სამუშაოებზე უნდა მიექციონ, აი წერეთლის ქუჩაზე, როგორი კარგად აღადგინეს და ეხლა ყველამ თავის ნებაზე მითხარა, მოთხარა დაანგრიეს ტროტუარები, ამოყარეს ფილები, ისინი აი მაგას უნდა მიექციონ ყურადღება. ყოველდღიურად თუ ნათვალიერონ ქალაქში რა დაზიანებაც არის, აი ის უნდა აღადგინონ. ყველა ხედავს. უმჯობესდება. სისუფთავის მხრივაც, ტრანსპორტის მხრივაც დაჯდები დაისვენებ ჭრდილში და ესკვერები რომ მოეწყო ამდენი გამწვანება და მე არა მაქვს. ახლა ზოგან შეიძლება არის, მაგრამ ბევრი რამე ჩვენზეც არის დამოკიდებული. აი სოფლებში რამდენად არის გზა მოწესრიგებული? ეხლა შიდა საუბნო გზები არა, მაგრამ ცენტრალური გზა მშვენივრად ახალი გაკეთებული, მეორეჯერ კიდე გაკეთდა მშვენიერი გზა გვაქვს და შიდა საუბნოებსაც გვეუბნებია რომ გავაკეთებთო. მე ხშირად გარეთ ვერ გამოვდივარ, შვილო, მაგრამ რაც გამოვდივარ, მადლობელი ვარ რაღაც. აი კონკრეტულად რამეს ხომ არ გამოყოფთ ან სისუფთავეს ან კი, ყველაფერს. სისუფთავესაც, ტროტუარებსაც, მოსაცდელებსაც, ყველაფერი კარგია. აი სოფლებში როგორ არის გზა მოწესრიგებული? ბევრგან მე არ მიწევს დასვლა, მაგრამ ჩემ სოფელში რომ მივდივარ, იქაც კარგია. მე საკაშეთი მაქვს სოფელი და კარგი გზაა. კარგად არის მოწესრიგებული, даже სახლამდეც ასფალტი გვაქვს. გზებზეც რომ გითხრათ, რამდენად მოწესრიგებულია სოფლის? რა უშავს დღევანდელ ყალობაზე არა სოფლები მშვენივრად არის, გზებიც გაკეთებულია, რა ვიცი. მაინც და მაინც ახლა სანდურავი არ ითქმის.